2025 წლის მარტის კოსმოსური ამბები ძალიან საინტერესო აღმოჩენებითა თუ ტექნიკური ოპერაციებით იყო დატვირთული. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი, რა თქმა უნდა, მივანიჭებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რამდენიმე დღის ნაცვლად მრავალი თვით დარჩენილი ასტრონავტების დედამიწაზე დაბრუნების ოპერაციას. უпроსტად ჩარჩენილი. გავიგეთ მარსის წარსულის დიდი საიდუმლო. NASA-მ კოსმოსში ახალი ტელესკოპის გაუშვა. ლურჯი მოჩვენება კი მთვარეზე დაეშვა. ამ მიმდინარე სამუშაოების გარდა რამდენიმე სერიოზული თეორიაც გამოითქვა. მაგალითად, გიგანტურ ვარსკვლავთა აფეთქებებმა შეიძლება დედამიწაზე სულ მცირე ორი დიდი გადაშენება გამოიწვია. რადიკალური თეორიის თანახმად კი შავი ხვრელები მატერიას და დროს თეთრი ხვრელების სახით აფრქვევენ. სამყაროს პირველ ვარსკვლავთა კვალს მეცნიერება შეიძლება საბოლოოდ მიაგნეს, როგორ იწვევს დედამიწის ორბიტა გამყინვარების პერიოდებს, რომელიც 11000 წელიწადში დადგება. ახალი კვლევა და სხვა. ვიწყებ 2025 წლის მარტისთვის კოსმოსური სიახლეების შეჯამებას. NASA-ს ასტრონავტები ბაჩ უილმორი და სანი უილიამსი, რომლებმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ISS-ზე 9 თვე დახვეს, SpaceX-ის კაფსულით დედამიწაზე დაბრუნდნენ. თავდაპირველი გეგმის მიხედვით მისია მხოლოდ 1 კვირის განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო. თუმცა, ბოინგის კოსმოსური ხომალდის გაუმართავობამ ყველაფერი შეცვალა. უილმორი და უილიამსი NASA-ს გამოცდილი ასტრონავტები არიან, რომლებიც ასევე შეერთებული შტატების საზღვაო ძალებში მსახურობდნენ. ისინი ორ სხვა ასტრონავტთან ერთად Crew Dragon-ის კაფსულით კოსმოსურ სადგურს ჩამოშორდნენ. 17 საათიანი ფრენის შემდეგ 18 მარტს სამშაბათს საღამოს დაეშვა წყალზე, ფლორიდის სანაპიროსთან. Crew 9 სახლში ბრუნდება. განაცხადა მისიის მეთაურმა ნიკ ჰეიგმა კაფსულის ბორტიდან, როცა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ნელა ჩამოშორდნენ. NASA-ს ასტრონავტმა აღნიშნა, რომ ISS-ისთვის სახლის დაძახება მისთვის დიდი პატივი იყო. ჰეიგისთვის სასიხარულოა ისიც, რომ იმ საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილი გახდა, რომელიც კაცობრიობის სასარგებლოდ ხორციელდება. გამომგზავრებამდე პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, როგორ ემშვიდობებოდა 4 კაციანი ეკიპაჟი კოლეგებს. შემდეგ კი მათ 2 საათის განმავლობაში წნევის კომუნიკაციისა და კაფსულის იზოლაციის შემოწმებები გაიარეს. ბოინგის Starlineris ტექნიკური ხარვეზები და NASA-ს ასტრონავტების დასაბრუნებელი საგანგებო გეგმა ერთგვარ გლობალურ და პოლიტიკურ სანახაობად იქცა. ასტრონავტების წყვილი კოსმოსში ივნისში გაემგზავრა, რათა 8 დღიანი სატესტო მისია შეესრულებინა. ამის მიუხედავად Starlineris ძრავის სისტემაში გამოვლენილმა პრობლემებმა მათი დაბრუნება რამდენჯერმე შეაფერხა. საბოლოოდ NASA-მ გასულ წელს გადაწყვიტა, რომ ისინი SpaceX-ის კაფსულით დაებრუნებინა. მისიამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მან იანვარში NASA-ს უილმორისა და უილიამსის სწრაფი დაბრუნებისკენ მოუწოდა. ტრამპმა მტკიცებულებების გარეშე განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასტრონავტებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პოლიტიკური მიზეზების გამო აყოვნებდა. SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, რომელიც ტრამპის ახლო მრჩეველია, ასტრონავტების დაბრუნებას მხარი დაუჭირა. SpaceX-ის Crew Dragon-ი ამჟამად ერთადერთი ამერიკული კოსმოსური ხომალდია, რომელსაც ორბიტაზე ეკიპაჟის ტრანსპორტირება უსაფრთხოდ შეუძლია. ბოინგი იმედოვნებდა, რომ Starliner-ი მას კონკურენციას გაუწევდა, თუმცა უილმორისა და უილიამსის მისიამ მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. დაბრუნების შემდეგ ასტრონავტები ჰიუსტონში მდებარე ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჯანმრთელობას უმოწმებდნენ. ამის შემდეგ ისინი სახლებში თავიანთ ოჯახებთან დაბრუნდნენ. მარსის ზედაპირზე მიმოფანტული ქვები წითელი პლანეტის წარსულის მრავალ საიდუმლოს მალავენ. ეზეროს კრატერში ფერმკრთალ ქვაში აღმოჩენილი მინერალების წარმოქმნა შესაძლებელია მხოლოდ თბილ,
ძლიერ წყლიან გარემოში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ხნის წინ მარსი შეიძლება იმაზე მეტად გამორჩეული იყო, ვიდრე ოდესმე გვიფიქრია. დედამიწაზე ეს მინერალები წარმოიქმნება იქ, სადაც ძლიერი ნალექები მოდის და არის თბილი კლიმატი, ან ჰიდროთერმული სისტემები, მაგალითად, ცხელი წყაროები. ორივე გარემო იდეალურია სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმისთვის. ამბობს პერდიუს უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი როჯერ ვიენსი. მისი განცხადებით, სწორედ ეს მინერალები რჩება ქვაში, როცა ის 1000 წლეულების მანძილზეა მოქცეული გამდინარე წყალში. დროთა განმავლობაში თბილი წყალი გამორიცხავს ყველა ელემენტს, გარდა იმათი, რომლებიც წყალში უხსნადია, და რჩება მხოლოდ ის, რაც მარსზე ახლახან ვიპოვეთ. მეცნიერი ამბობს, რომ საოცარია სრულად წარმოუდგენელი ისეთი ცივი, მშრალი პლანეტისთვის, როგორიც დღეს მარსია. როგორი იყო მარსი თავდაპირველად და რა შეიცვალა დროთა განმავლობაში? ეს ის საიდუმლოებებია, რომელთა ამოხსნაც ძლიერ სურთ პლანეტურ მეცნიერებს. სულ მცირე იმიტომ, რომ ასე გავიგებთ, იყო თუ არა ოდესმე წითელი პლანეტა სიცოცხლის აღმოცენებისათვის ხელსაყრელი. მარსის ისტორია მის ქვებში და გრუნტშია ჩაწერილი. დედამიწა კი ამის წასაკითხი ენაა. ხერხი მდგომარეობს გამორჩეული ქვების პოვნაში და მათში არსებული ინფორმაციის გაშიფრვაში, რაც არც ისე ადვილი ამოცანაა, როცა პლანეტა ჩვენგან მილიონობით კილომეტრის მანძილზეა. NASA-ს მარსმავლები კურიოზიტი და პერსევერანსი ამ ფუნქციას ასრულებენ. ამ რობოტებს მეცნიერები დედამიწიდან მართავენ. ქვები მავალმა პერსევერანსმა აღმოაჩინა ეზეროს კრატერში. ისინი უცნაურად ფერფრთალი და მარსის გარემოსთან შეუსაბამო იყო. ასეთ ქვებს მოცურავე ქვებს უწოდებენ, რადგან ზედაპირზე მოძრაობენ და თავდაპირველი ადგილმდებარეობიდან გადაადგილებულია ისეთი პროცესების მიერ, როგორიცაა ეროზია, წყალი და ასე შემდეგ. ახლახან ამ ქვებისკენ მათ პერსევერანსის ლაზერული ინსტრუმენტი Laser Induced Breakdown სპექტროსკოპი მიმართეს. ეს ხელსაწყო მინერალებს ლაზერულ პულსებს სწორწნის. შედეგები უზარმაზარი სიურპრიზი აღმოჩნდა. ქვების მთავარი შემადგენელია მინერალი კაოლინიტი, რბილი, თეთრი სილიკატური თიხა მინერალი. მარსული კაოლინიტი დედამიწისეულისგან ოდნავ განსხვავდება. არის მნიშვნელოვნად უფრო მტკიცე, რისი მიზეზიც ალბათ მარსის სხვანაირი გარემოა. კაოლინიტის წარმოქმნისათვის საჭიროა ზომიერი, ნესტიანი გარემო, ისეთი, როგორიც ხელსაყრელია მიკრობული სიცოცხლის ზოგიერთი ფორმისთვის. ეზეროს კრატერში ასეთი 4000-ზე მეტი ქვაა შემჩნეული, რაც ამ აღმოჩენას განსაკუთრებით ამაღელვებელს ხდის. კვლევრებმა ასევე გამოავლინეს მინერალი შპინელი. დედამიწაზე შპინელი მაგნიუმ ალუმინის ძვირფასი ქვაა. უცნობია, როგორ მოხვდა შპინელი კაოლინიტის ქვებში, მაგრამ მეცნიერთა აზრით, ის ალუმინით მდიდარი ტიპია, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას როგორც ვულკანურ, ისე მეტამორფოზულ გარემოში. ასევე უცნობია, საიდან მოვიდა კაოლინიტი. თანამგზავრულ ფოტოებზე ჩანს კაოლინიტით მდიდარი ქანები ეზეროს კრატერის კიდეებზე. თუკი მეცნიერები დაადგენენ, სად წარმოიქმნა ქვები, უკეთესი წარმოდგენა შეექმნებათ იმაზეც, როგორ წარმოიქმნა ისინი. ამ ინფორმაციამ ასევე შეიძლება მოგვცეს სასიცოცხლო მინიშნებები მარსის წყლის ისტორიისა და წარსულში მისი სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის შესახებ. ბერნარდის ვარსკვლავი დედამიწასთან უახლოესი ეული ვარსკვლავია, ჩვენგან სულ რაღაც 5.96 სინათლის წლის მანძილზე. მისი სიმარტოვე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავთა უმრავლესობა წყვილურია, ანუ ბინარული. ის 1916 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ასტრონომები გამალებით ეძებენ მის გარშემო პლანეტებს. ბერნარდის ვარსკვლავთან პლანეტების არსებობის ნიშნები ადრეც შენიშნეს. თუმცა ამჯერად მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურდა. ერთი კანდიდატი პლანეტის აღმოჩენის შესახებ ასტრონომებმა შარშან ოქტომბერში გვამცნეს. ამჯერად ჩიკაგოს უნივერსიტეტის ჯგუფმა რიტვიკ ბასანტის ხელმძღვანელობით დაადასტურა არა მხოლოდ მისი, არამედ კიდევ 3 სხვა პლანეტის არსებობა. ეს აღმოჩენა იმითაც არის კიდევ უფრო განსაკუთრებული, რომ სისტემის 4-ვე ეგზოპლანეტა დედამიწაზე პატარაა. ასეთი პატარა პლანეტების პოვნა კი ძალიან რთულია,
ირმის ნახტომის პლანეტათა ფართო მრავალფეროვნებაში. ფრიად ამაღელვებელი აღმოჩენაა ბერნარდის ვარსკვლავი ჩვენი კოსმოსური მეზობელია, მაგრამ მის შესახებ მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით. მის შესწავლაში ახალი ინსტრუმენტები გვეხმარება, ამბობს ბასანტი. ბერნარდის ვარსკვლავი ოფიციალურად GJ699 ეგზოპლანეტებზე მონადირეთათვის რამდენიმე მიზეზის გამოა საინტერესო. პირველია მისი სიახლოვე, მასზე ახლოს ჩვენთან მხოლოდ კენტავრის სამომაგი ვარსკვლავური სისტემაა. ამას გარდა ბერნარდის ვარსკვლავი ჩვენი მზესავით ეული ვარსკვლავია. არის წითელი ჯუჯა, ვარსკვლავის ყველაზე გავრცელებული ტიპი ჩვენს გალაქტიკაში. მისმა შესწავლამ ბევრი რამ უნდა გვითხრას ჩვენი გალაქტიკური სამეზობლოსა და იქ არსებული პლანეტების შესახებ, ეულ ვარსკვლავთა გარშემო პლანეტური სისტემების შესახებ და ასევე წითელი ჯუჯების გარშემო პლანეტური სისტემისა და მათი სიცოცხლის უნარიანობის საკითხზე. ჩვენს გალაქტიკაში ამჟამად დაახლოებით 6000 ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი, მაგრამ სხვა ვარსკვლავთა გარშემო პლანეტების დაფიქსირება სულაც არაა ადვილი. ვინაიდან ეგზოპლანეტები გაცილებით პატარები და მკრთალებია, ვიდრე ის ვარსკვლავები, რომლებსაც გარშემოუვლიან. მათი აღმოჩენა შესაძლებელია მხოლოდ იმ ეფექტების წყალობით, რაც მათ თავიანთ ვარსკვლავებზე აქვთ. ბერნარდის ვარსკვლავის შემთხვევაში არ არსებობს ორბიტული ტრანზიტისათვის შესაბამისი ჩაბმნელებები. შანშან გაკეთებული აღმოჩენა რადიალურ სიჩქარეს ეფუძნებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეგზოპლანეტური ორბიტული სიბრტყე ისეა ორიენტირებული, რომ ჩვენგან არ ჩანს. ასეთი სიგნალები ძლიერ სუსტია და დასაფიქსირებლად რთული. ბასანტი და მისი კოლეგები ჰავაიზე მდებარე ჯემინი ნორს ტელესკოპის ინსტრუმენტ მარონ X-ით აკვირდებოდნენ ბერნარდის ვარსკვლავს 3 წლიან პერიოდში, 112 ღამის განმავლობაში. შემდეგ მონაცემები დაამუშავეს, ეძებდნენ მცირე რხევებს ვარსკვლავის პოზიციაში. შედეგებმა 4 ეგზოპლანეტის არსებობა აჩვენა. კვლევებმა გამოთვალეს მათი მასა და ორბიტული პერიოდებიც. ამ კვლევამ ცხადყო ისიც თუ რამდენად მარტივია პატარა ეგზოპლანეტების გამოჩენა მაშინაც კი, თუ კი ისინი ჩვენ ცხვირწინაა. იუპიტერსა და სატურნს შორის რბოლა მზის სისტემაში ყველაზე მეტი ბუნებრივი თანამგზავრისათვის სავარაუდოდ საბოლოოდ შეწყდა. მეცნიერთა ჯგუფმა სატურნის გარშემო 128 აქამდე უცნობი მთვარე აღმოაჩინა და ეს გააკეთა ასტრონომიულმა კავშირმა. შედეგად ამჟამად სატურნს ჩვენთვის ცნობილი 274 მთვარე აქვს და მნიშვნელოვნად უსწრებს იუპიტერს, რომელსაც სულ რაღაც 95 მთვარე ჰყავს. პირველი მინიშნება, რომ სატურნის გარშემო მრავალი თანამგზავრი აღმოუჩენელი იყო 2019-2021 წლებში გაჩნდა, როდესაც 62 ასეთი ობიექტი აღმოაჩინეს. იმ დროს სხვა მცირე ობიექტებიც შენიშნეს, რომელთა აღნიშვნაც მაშინ ვერ მოხერხდა. მეცნიერთა აზრით, თავდაპირველად ისინი ობიექტს და მცირე ჯგუფს წარმოადგენდნენ, რომელიც სატურნის გრავიტაციამ ორბიტაზე ჩაიჭირა. ჯერ კიდევ მზის სისტემის ისტორიის ადრეულ ეტაპზე. შემდეგ დაიწყო მათ შორის შეჯახებები, რის შედეგადაც მიიღეს ის ფორმები, რაც დღეს აქვთ. უფრო მეტიც, კვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი შეჯახებები სულ რაღაც 100 მილიონი წლის წინაც ხდებოდა, რაც პლანეტისთვის იმდენად ხანმოკლე დროა, როგორც თვალის დახამხამება. მდებარეობენ სატურნის მთვარეების ეგრეთ წოდებულ ნორდიკულ ჯგუფში, რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ სწორედ ამ ადგილას მოხდა ბოლოდროინდელი შეჯახება. ნორდიკული ჯგუფი არის მთვარეები, რომლებიც რეტროგრადული მიმართულებით მოძრაობენ. დახრილი კუთხით ელიფსურ ორბიტაზე, სატურნის რგოლებს გარეთ. ახლად აღმოჩენილი მთვარეების მსგავსად, ისინიც კარტოფილის ფორმის არიან. ჩინეთში კი შეიმუშავეს სატელიტურ ლაზერული ტექნოლოგია, რომელიც 100 კილომეტრზე მეტი მანძილიდან ადამიანის სახის დეტალურად დანახვის საშუალებას იძლევა. გამოცემა South China Morning Post-ის მიხედვით, ეს ტრადიციული სადაზვერვო თანამგზავრული კამერების ამჟამინდელ შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. პლანეტის დაბალ ორბიტაზე მოძრავი ასეთი აპარატებით სხვა ხელოვნურ თანამგზავრებზე ახლოდან დაკვირვებაა შესაძლებელი. ახალ ტექნოლოგიაზე ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები თავიანთ ნაშრომში წერენ, რომელიც გამოცემაში Chinese Journal of Lasers გამოქვეყნდა.
SAL სისტემა ობიექტის მოძრაობაზე ორიენტირებული, რათა განსაკუთრებით მაღალი გარჩევადობის სურათი მოგვაწოდოს. მისგან განსხვავებით, CAR-ის ტიპის რადარები მიკროტალღურ რადიაციას იყენებს, რომლის გრძელი ტალღების გამოც შედარებით დაბალი ხარისხის ფოტოები მიიღება. ახალი კამერა ოპტიკური სპექტრისაა, რომელიც უფრო მოკლე ტალღებზეა კონცენტრირებული. შესაბამისად, ის მკაფიო გამოსახულებებს იღებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მატერიაში შეღწევადობა მიკროტალღებს უფრო ახასიათებს, რადგან ისინი მარტივად არ იფანტება და შთაინთქმება. ეს დიდი წინსვლაა. უკეთესი შედეგისთვის მეცნიერებმა ლაზერის სხივი 4x4-ზე მიკროლინზაში გაანაწილეს, რამაც სისტემის ოპტიკური აპერტურა 17.2-დან 68.8 მმ-მდე გაზარდა. ესაა ღიობი, რომელიც აკონტროლებს რა რაოდენობის სინათლე შეაღწევს კამერაში. ამ გზით მათ ფართო ხედსა და დიდ აპერტურას შორის არჩევას გვერდი აუარეს. მნიშვნელოვანია, რომ ტესტირება იდეალურ ამინდსა და ატმოსფერულ პირობებში განხორციელდა. აქედან გამომდინარე გასათვალისწინებელია, რომ ღრუბელი, ძლიერი ქარი და სხვა მსგავსი ფაქტორები ახალი ტექნოლოგიისათვის ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება. NASA-მ კოსმოსში ახალი ტელესკოპი გაუშვა, რომელსაც PEREX-ი სამყაროს ისტორიის შემსწავლელი სპექტროფოტომეტრი რეიონიზაციის პერიოდისა და ყინულების კვლევითი აპარატი ეწოდება. აქამდე მისია სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო, თუმცა საბოლოოდ PEREX-ი ორბიტაზე კომპანია SpaceX-ის რაკეტა Falcon 9 თბილისის დროით 12 მარტის 7 საათსა და 10 წუთზე გაიტანა. ფრენა კალიფორნიაში მდებარე ვანდერბერგის კოსმოსური ძალების ბაზაზე შედგა. SpaceX-ი ცას ახლო ინფრაწითელ სპექტრში დააგვირდება, რომელიც ადამიანის შევიარაღებელი თვალისათვის უხილავია. ის საშუალებას გვაძლევს დავაფიქსიროთ ობიექტები, რომლებიც ზედმეტად ცივი ან შორეულია, რის გამოც ხილულ სპექტრში ძნელად განირჩევა. SpaceX-ი ახლა მზესთან სინქრონულ პოლარულ ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას. ანუ ვარსკვლავთან მიმართებით მისი პოზიცია უცვლელი იქნება. ამავე დროს იქ ის მზის მცხუნარებისგან დაცულიც იქნება, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ინფრაწითელი სპექტრი სითბურ ტალღებს მოიცავს, რომელთა გარეშე წყაროსაც მონაცემების დახარვეზება შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად ტელესკოპის კონუსური დამცავი კარკასი მზისგან სულ მცირე 91 გრადუსით იქნება შებრუნებული. ასევე მისი ობიექტივი დედამიწის საპირისპირო მხარეს მოექცევა, რადგან ინფრაწითელი გამოსხივება ჩვენს პლანეტასაც აქვს. საბოლოოდ, ახალი ობსერვატორია 98 წუთიანი ორბიტული პერიოდის ტრაექტორიით იმოძრავებს და გარშემო არსებულ სხვადასხვა კოსმოსურ სარტყელს 360 გრადუსით გადაიღებს. სრული ხედის აღსაბეჭდად მას 6 თვე დასჭირდება. 2 მარტს მთვარის ზედაპირზე კერძო აპარატი დაიშვა, რომელსაც Blue Ghost, ანუ ლურჯი მოჩვენება ეწოდება. ის კომპანია Firefly Aerospace ეკუთვნის და მხოლოდ მეორე ასეთი კერძო მოდულია, რომელიც ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე წარმატებით განათავსეს. აპარატი მთვარეზე არსებულ ვულკანურ წარმონაქმნ Mons Lettrailis მიმდებარედ დაჯდა, რომელიც 3 მილიარდზე მეტი წლის წინაა ფორმირებული. უკვე მთვარეზე ვართ, საზეიმოდ განაცხადა ნიკი ფოქსმა, NASA-ს სამეცნიერო მისიების დირექტორატის წარმომადგენელმა. Blue Ghost-ის მისია NASA-ს პროგრამა CLPS-ის ნაწილია. მან თან ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს 10 ხელსაწყოც გაიყოლა, რომლებიც მთვარის გარემოს უკეთ შესასვლელადაა შექმნილი. ეს მნიშვნელოვანია, რადგან NASA Artemis-ის პროგრამის ფარგლებში მთვარეზე ასტრონავტების გასაგზავნად ემზადება. აპარატმა დაახლოებით 2 კვირა იმუშავა, რაც მთვარის 1 სრული დღის ტოლფასია. ამ პერიოდში მოწყობილობა მსცადა და ჩვენი პლანეტის ერთადერთი თანამგზავრის გრუნტის, იგივე რეგოლიტის და მზის ქართან მისი ურთიერთქმედების შესახებ ინფორმაცია შეაგროვა. ასევე მონაცემები მოიპოვა დედამიწის მაგნიტურ ველზეც. მისის დასასრულს კი მოდული მთვარეზე დაისწრა და მასთან ასოცირებულ ცვლილებებს დააკვირდა. Blue Ghost-თან ერთად Falcon 9 კოსმოსში მეორე კერძო აპარატი Resonance-იც გაიტანა, რომელიც კომპანია iSpace-ს ეკუთვნის. მზის სისტემის კიდე უჩვეულო ადგილია. სავსეა ისეთი უცნაურობებით, რომელთა კვლევასაც მხოლოდ ახლა გავიწყებთ, მაგრამ მათ შორის ალბათ ყველაზე უცნაურია ოორტის ღრუბელი, ყინულოვან ნარჩენთა ვრცელი ველი, რომელიც იმაზე 100,000 დიდ მანძილზეა გადაჭიმული, ვიდრე მზესა და დედამიწას შორის მანძილია. ამ ველის ზომისა და ფორმის შესახებ მიახლოებით ვიცით.
მაგრამ დეტალები უცნობია. ახალმა კომპიუტერულმა კვლევამ მოულოდნელი სტრუქტურა გამოავლინა. სპირალი, რომელსაც თავად ირმის ნახტომის მოქცევითი ძალები წარმოქმნის. მზის სისტემის გარე ნაწილი არის საზღვარი, რომლის კვლევაც რთულია. ცნობილია, რომ იქ ნეპტუნის ორბიტის გადაღმა კოიპერის სარტყელში ბევრი პატარა ყინულოვანი ობიექტია და ამის კიდევ იქეთ 1000 ასტრონომიული ერთეულის მანძილიდან 100,000 ასტრონომიული ერთეულის მანძილამდე გადაჭიმულია ოორტის ღრუბელი, მზის გრავიტაციული გავლენის შორეული მისადგომები. სწორედ იქიდან მოდის მზის სისტემის გრძელ პერიოდიანი კომეტები, რომლებიც ზოგჯერ მზის სიახლოვესაც ხვდებიან და ყინულის აორთქლებასთან ანუ სუბლიმაციასთან ერთად გამოყოფენ გაზის ჭავლებს. ასევე ცნობილია ისიც, რომ ოორტის ღრუბელი უხეშად ორ ნაწილად იყოფა. გარე ნაწილი უზარმაზარი, სფერული ღრუბელია, რომელიც მზისგან დაახლოებით 10,000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იწყება. შეგახსენებთ, ერთი ასტრონომიული ერთეული არის მანძილი მზესა და დედამიწას შორის და წარმოიდგინეთ 10,000 ასტრონომიული მანძილი რამდენი იქნება. შიგნით კი არის შიდა ოორტის ღრუბელი. სიმულაციების მიხედვით ეს ნაწილი დონატის ფორმისაა და მზიდან 1000 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე იწყება და 10,000 ასტრონომიულ ერთეულზე მთავრდება. კვლევრებმა მზის სისტემის 4,6 მილიარდ წლიანი ისტორიის სიმულაცია მოახდინეს. იმ პერიოდიდან მოყოლებული, როცა მზე დაიბადა გაზისა და მტვრის უზარმაზარი მოლეკულური ღრუბლის მატერიის მკვრივ კვანძში. მზის წარმოქმნის შემდეგ ამ ღრუბლის ნარჩენი მასალებისგან შეიქმნა პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები და სხვა ყველაფერი, რაც დღეს მზის სისტემაშია, მათ შორის ოორტის ღრუბელიც. ოორტის ღრუბლის საიდუმლოთა ამოხსნა ნიშნავს მზის სისტემის შორეულ წარსულში ჩახედვას და დაკვირვებას იმ გავლენაზე, რაც მას მზის სისტემის ფორმაციასა და ევოლუციაზე ჰქონდა. ზოგჯერ რთული რამეები გასაკეთებლად ნამდვილად ღირს. ზოგადად, სამყაროში ნამდვილად შეიძლება არსებობდეს თეთრი ხვრელების წარმოქმნის გზა. ახალი, ძლიერ თეორეტიკული კვლევის თანახმად, ეს ჰიპოთეტური ობიექტები შეიძლება წარმოადგენდეს შავი ხვრელის შუაგულიდან კვანტური ასხლეტის გარკვეულ სახეს, რაც თავის სიღრმიდან აფრქვევს არამხოლოდ მატერიას, არამედ თავად დროსაც. დრო ნამდვილად არის შავი ხვრელების ძირეული პრობლემა. გარკვეულ წერტილში მისი დინება ჩერდება და ასე ემართება ნებისმიერ ინფორმაციასაც, რაც მას ახლავს თან. ეს კი არღვევს კვანტური ფიზიკის საკმაოდ ფუნდამენტურ კანონს. ამ ფაქტმა შეაგულიანა ახალი კვლევის ავტორები. შეესწავლათ, პირველ რიგში, რას შეიძლება ვგულისხმობდეთ დროში. შავი ხვრელები ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ობიექტებია მთელ სამყაროში. წარმოადგენს რეგიონს სივრცე დროში, სადაც მატერია იმდენად ექსტრემალურ სიმკვრივეს აღწევს, რომ მათემატიკურად ყველაზე უკეთ შეიძლება აღიწეროს სინგულარობის სახით, უსასრულო სიმკვრივის ერთგანზომილებიან წერტილად. სავარაუდოდ, თუკი თეთრი ხვრელები არ არსებობს, როგორც სახელიც მიუთითებს, ეს ჰიპოთეტური ობიექტები შავ ხვრელთა ანტითეზისია, სინგულარობა, რომელიც მატერიას კი არ იზიდავს, არამედ ძლიერ განიზიდავს და აფრქვევს. ამ დროისათვის არ არსებობს მტკიცებულება, რომ სამყაროში თეთრი ხვრელები არსებობს, მაგრამ კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ფიზიკოსმა ლუსია მენდეს პიდალმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ შავი ხვრელის თეთრ ხვრელად გარდაქმნა შესაძლებელია. სულ მცირე 100 ქაღალდზე. გათვლები დააფუძნეს შავ-ხვრელთა მათემატიკურ მოდელს, რომელსაც სიბრტყით შავ ხვრელს უწოდებენ. სამყაროს გამრუდებულ ვერსიაში, რასაც ანტი-დე სიტერ სივრცეს უწოდებენ. ამის შემდეგ კვანტური მექანიკა გამოიყენეს შიგნით არსებული სინგულარობის შესასწავლად. დაადგინეს, რომ სინგულარობის ნაცვლად შავი ხვრელის შუაგული ხდება რეგიონი, რომელშიც დიდი ოდენობით კვანტური რყება ხდება. ცვლილებები სივრცე-დროის ენერგიაში. ფიზიკოსები მუშაობენ, რათა დაადგინონ, როგორ შეიძლება თანაარსებობდეს ერთსა და იმავე ფიზიკურ სამყაროში ორი აშკარად შეუთავსებელი ჩარჩო, ზოგადი ფარდობითობა და კვანტური მექანიკა. მზის მიმდებარე სივრცეში აფეთქებულმა ვარსკვლავებმა შეიძლება სულ მცირე ორი მასობრივი გადაშენება გამოიწვიეს დედამიწაზე. ესპანეთის ქალაქ ალიკანტეს უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ასტროფიზიკოს ალექსის კინტანას ხელმძღვანელობით
ირმის ნახტომში სუპერნოვას აფეთქებების სიხშირის ანალიზი ჩაატარა. ასე დადგინდა მათი დროში დამტყვევა გვიანდელი ორდოვიციული პერიოდის და გვიანდელი დევონური სისტემის გადაშენებებთან. ამ გამონადგურებელმა მოვლენებმა დედამიწაზე სიცოცხლის უდიდესი ნაწილი მოსპო. ჩვენს პლანეტაზე სულ 5 დიდი გადაშენება მოხდა. მათი გამომწვევი მიზეზები ბოლომდე ცნობილი არ არის. თეორიები რამდენიც გნებავთ. სუპერნოვა სიცოცხლის ციკლის ჩვეულებრივი ნაწილია ვარსკვლავებისა, რომლებიც ჩვენს მზეზე 8-ჯერ და მეტჯერ მასიურები არიან. დიდი ვარსკვლავები შედარებით ცოტა ხანს ცოცხლობენ. მათი სიცოცხლე მილიონობით წელს ითვლის და არა მილიარდობით წელიწადს, როგორც უფრო პატარა ვარსკვლავების. მას შემდეგ, რაც ბირთვში სინთეზისათვის საჭირო საწვავს ამოწურავენ, ეს ვარსკვლავები არასტაბილურები ხდებიან და ბოლოს ფეთქდებიან. სინათლისა და ენერგიის ამოფრქვევების სახით კოსმოსში აფრქვევენ სინთეზის შედეგად წარმოქმნილ ლითონურ პროდუქტებს. ასეთი აფეთქება, რომ დედამიწასთან საკმარისად ახლოს მოხდეს, შედეგები ფრიად გამონადგურებელი იქნება. იმისათვის, რათა სუპერნოვამ დედამიწა გაანადგუროს, მზის სისტემასთან შედარებით ახლოს უნდა მოხდეს. ამიტომ საბაზისო მაჩვენებლად ჯგუფმა გამოიყენა OB სუპერნოვები 20 პარსეკის, ანუ დაახლოებით 65 სინათლის წლის რადიუსში. საბედნიეროდ ამჟამად მზის სისტემის სიახლოვეს არ არსებობს ისეთი ვარსკვლავი, რომელიც უახლოეს მომავალში სუპერნოვად აფეთქდება. იყო დრო, როცა ვარსკვლავები არ არსებობდა. დიდი აფეთქების შემდეგ, პირველ ყოფილ წყვდიათში მხოლოდ წყალბადისა და ჰელიუმის ვრცელი ზღვა იყო გადაჭიმული. მძიმე ელემენტები მხოლოდ ვარსკვლავების გამოჩენის შემდეგ შეიქმნა. გამოიწვრთო მათ შუაგულში მიმდინარე სინთეზის შედეგად. ყოველ შემთხვევაში ასე ფიქრობენ მეცნიერები. სინამდვილეში ეს პირველი ვარსკვლავები არასოდეს გვინახავს. მათ მესამე პოპულაციის ვარსკვლავებს უწოდებენ. ახალმა კვლევამ ეს ყველაფერი შეიძლება საბოლოოდ შეცვალოს. ასტრონომთა დიდი საერთაშორისო ჯგუფი ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის სეიჯი ფუჯიმოტოს ხელმძღვანელობით აღწერს, რომ შეიძლება ეს იყოს galaktika ადრეულ სამყაროში, რომელიც ამ მოუხელთებელი ობიექტებითაა სავსე. ჯერ არანაირად არაა დამტკიცებული, რომ ეს galaktika სახელად გლიმპსი 16403 მესამე პოპულაციის ვარსკვლავებს მასპინძლობს, თუმცა თუნდაც კანდიდატის იდენტიფიცირება მიუთითებს, რომ სამყაროს პირველ ვარსკვლავთა პოვნა მხოლოდ დროის ამბავია. კოსმოსური განთიადი ეწოდება ეპოქას, რომელიც დიდი აფეთქებიდან, ანუ 13.8 მილიარდი წლის წინიდან დაახლოებით პირველ მილიარდ წელიწადს გაგრძელდა. ამ პერიოდში კვარკ-გლუონების ცხელი პლაზმიდან, რომლითაც სამყაროს გაჩენის დღიდან იყო სავსე, თანდათან კოსმოსში ჩამოყალიბდა პირველი ვარსკვლავები და galaktikები, რომლებმაც წყვდიადი გაანათეს. დიდი ვარსკვლავები გაცილებით ცოტა ხანს ცოცხლობენ, ვიდრე პატარები და შესაბამისად ეს პირველი ვარსკვლავები მალე უნდა დახოცილიყნენ და დაეტოვებინათ საკუთარ ბირთვებში გამოწვრთობილი ელემენტები, რომლებიც შემდეგი თაობის სხვა ვარსკვლავებმა გამოიყენეს. კოსმოსურ განთიადში შეხედვა ურთულესია, მაგრამ კიდევ უფრო ძნელია ამ თივის ზვინში, ნემსის ზებნა. კვლევრები ფოკუსირდნენ galaktikებზე, რომლებსაც წყალბადისა და ჰელიუმის ემისიის ძლავრი სპექტრი და სხვა ელემენტების მცირე მტკიცებულება ჰქონდათ. ასე გამოვლინდა ორი კანდიდატი. ერთი მხოლოდ სავარაუდო იყო, მაგრამ მეორე გლიმპსი 1643, რომელიც დიდი აფეთქებიდან 825 მილიონი წლის შემდეგ არსებობდა. აკმაყოფილებდა ყველა იმ კრიტერიუმს, რომლებიც მკვლევრებმა განსაზღვრეს მესამე პოპულაციის galaktikისთვის. შედეგად ეს galaktika ამ დროისათვის საუკეთესო კანდიდატია იმ ვარსკვლავთა საპოვნელად, რომლებმაც სამყაროში სინათლე აანთეს. ისე ჩანს, თითქოს მესამე პოპულაციის ვარსკვლავთა აღმოჩენამდე სულ ერთი ნაბიჯი გვიგლია. დედამიწის ისტორია სამსია კლიმატური რყევებით. დათბობას გამყინვარების პერიოდები მოსდევს, ვიდრე შემდეგ კვლავ ზომიერი კლიმატი დადგება. ისეთი, როგორც დღეს გვაქვს. ძნელია იმის დადგენა, თუ რა იწვევს ამ გამყინვარების პერიოდებს. მაგრამ ზოგჯერ მეცნიერებს ძლიერი ეჭვი აქვთ, რომ ამ პროცესში ჩართულია დედამიწის ორბიტა მზის გარშემო. ამჯერად ახალ კვლევაში აჩვენეს ზუსტი კავშირი წარსულის გამყინვარებებსა და დედამიწის ორბიტის ყოველ რხევას, ნახრილობასა და კუთხეს შორის, რითაც მიაგნეს სამომავლო გლობალური კლიმატური რყევების პროგნოზირების ახალ გზას. დედამიწის ორბიტა მზის გარშემო სრულყოფილად სიმეტრიული არ არის. აქვს გარკვეულწილად ოვალური ფორმა, რასაც ორბიტულ ექსცენტრიულობას უწოდებენ. ამ ოვალის ცენტრში მზეა.
რაც იმას ნიშნავს, რომ მზისგან დედამიწის დაშორება წლის განმავლობაში ცვალებადია. ამას გარდა, ყოველი შემოვლისას კოსმოსში ამ ოვალის ადგილმდებარეობა ოდნავ იცვლება, რასაც ორბიტულ პრეცესიას უწოდებენ. და ბოლოს მზის გარშემო მოძრაობისას იცვლება დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობაც. ბოლო 800.000 წლის მონაკვეთში გამყინვარების ხანა ყოველი 100.000 წლის ბოლოს სრულდებოდა და მეცნიერებმა ამ ციკლის მიზეზის პოვნა ვერ შეძლეს. როგორც ჩანს, დეგლაციაცია, ანუ გამყინვარების ხანის დასასრული, ჭიდროდ არის დაკავშირებული პრეცესიასა და დახრილობას შორის კავშირზე, მაგრამ მხოლოდ დახრილობაა პასუხისმგებელი გამყინვარების დასაწყისზე. დედამიწის დახრილობა ამჟამად მინიმალურისკენ შემცირების პროცესშია, რასაც ის მომდევნო 11,000 წელიწადში მიაღწევს. კვლევართა ჯგუფის გათვლების თანახმად, შემდეგი გამყინვარების ხანა სწორედ ამ პერიოდამდე დაიწყება. სულ ეს იყო. აქ დავასრულოთ 2025 წლის მარტის თვის კოსმოსური სიახლეები, რომელიც ერთი თვის პირობაზე საკმაოდ დახუნწლული იყო. თებერვლის თვის ხანმოკლეობიდან გამომდინარე, აპრილის თვეც საკმაოდ დატვირთული უნდა გამოდგეს, რადგან კოსმოსის მკვლევარი მეცნიერები არაერთი ჰიპოთეზის გამოცხადებას და აღმოჩენის გაკეთებას აპირებენ. განსაკუთრებული ყურადღებით კი თვალს მივადევნებთ NASA-ს მთვარის მისია არტემისის პროგრესის საკითხს. შენ კი გამოიწერე კოდის YouTube არხი, რათა კიდევ უფრო მეტი мотивაციით შევძლოთ ამ პროექტის გაგრძელება და გაუმჯობესება. ასევე მოიწონეთ ეს ვიდეო, დააკომენტარეთ და თუ საჭიროც ჩათვლით, გააზიარეთ.